მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი. ყოველ პარასკევს 12 საათზე არადა ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი ტივის ეთერში, ასევე YouTube-ზე, Facebook-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ კრიპტობაზარი, ნახოთ როგორც ლაივ გადაცემები, ასევე ჩანაწერები ჩვენ საუბრობთ საინტერესო სიახლეებზე, რაც მიმდინარეობს კრიპტო სამყაროს ირგვლივ. სანამ გადაცემას დავიწყებთ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი, ახლა გამოჩნდება QR კოდი, ან სადაც არ მოუყურებდეთ ამ გადაცემის აღწერაშიც ნახავთ სარეგისტრაციო ლინკს, სადაც შეგიძლიათ კრიპტობაზარის რეფერალური ლინკით დარეგისტრირდეთ, მოკლედ. და შემდგომ მიიღოთ ყველა ის სერვისი, იყიდოთ კრიპტოაქტივები, მოგზაუროთ კრიპტო სამყაროში, ასევე შეგახსენებთ, რომ ყველაზე მინიმალური შესყიდვის თანხა, რაც კი შეგიძლიათ განახორციელოთ Bitnet-ზე არის 5 ლარი, ანუ 5 ლარად ნებისმიერი კრიპტოაქტივის ფრაგმენტის ფლობა შეგიძლიათ, არ არის აუცილებელი რომ 1 ბიტკოინი იყიდოთ, შეგიძლიათ ასევე 5 ლარის ან მეტი ეკვივალენტის ბიტკოინსაც კი ფლობდეთ, მოკლედ ესეც საშუალება და ამ მოგზაურობის დროს თუ გექნებათ რაიმე შეკითხვები 24/7-ზე მუშაობს საპორტი, საკმაოდ ოპერატიულია და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. მოკლედ ტრადიციისამებრ და ასევე ახლა თუ დამწყები ხართ და არიცით როგორ იყიდოთ, ესეთ რაღაც შეგიძლიათ ჩაწეროთ, როგორ იყიდოთ ბიტკოინი საქართველოში, ახლა გამოჩნდება ეკრანზე. ვლადოს მიერ ჩაწერილი ტუტორიალია, სადაც დაწვრილებით და დეტალურად ნახავთ თუ როგორ შეგიძლიათ განახორციელოთ მოკლედ ეს ოპერაცია. ახლა გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილზე. გადაცემის პირველ ნაწილში ტრადიციულად ვსაუბრობთ მოკლედ სიახლეებზე, რა სიახლეებიც არის კრიპტოინდუსტრიაში და პრინციპში დახუნძლული ზაფხული გამოდგა იმასთან შედარებით, რაც არის ხოლმე ზაფხული, თუმცა ვფიქრობ, რომ აგვისტო ესე ინსტიტუციური სიახლეების კუთხე მაინც მეტნაკლებად პასიური იქნება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ დავიწყოთ პირველი სიახლით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეხება. ამ სიახლის ნაწილი გახდა მომხმარებლებისთვის, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და კრიპტოთ დაინტერესებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა მეორე ნაწილი საყურადღებოა. პირველი ნაწილი პრინციპში არის ის, რაც შეიძლება უკვე შეგხვდათ, რომ ელ-სალვადორის მაგალითი იყო განხილული, ელ-სალვადორი ფლობს 6000-ზე მეტ ბიტკოინს და პრინციპში ეს ყველაფერი არ არის აღბეჭდილი, ასევე იყო ჩარტი გავლებული რამდენს მოიხმარს ბიტკოინი ელექტროენერგიას, რაც ზოგადად გაცვეთილი თემაა და ამაზე კამათი და დებატი და შეყოლაც კი არ ღირს, რადგან ვიცით და პრინციპში ამაზე ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ილონ მასკმა თავის დროზე 2021 წლის გაზაფხულის ბოლოდან სულ რაღაც ზაფხულის ჩათვლით პრინციპში რამოდენიმე თვეში გადათქვა მოსაზრება და თქვა რომ არა ყველაფერი რიგზე არის ამ კუთხით. მოკლედ IMF-ი ეგრეთ წოდებული საერთაშორისო სავალუტო ფონდი რას გეგმავს, თუ ქვეყნები ფლობენ ასე ვთქვათ ბიტკოინს და კრიპტოვალუტას, მათ ამის აღრიცხვა ესე ოფიციალურად და ასე ვთქვათ შემოსავლებში დაფიქსირება არ უწევთ და პრინციპში ერთ-ერთი ახალი ასე ვთქვათ განმარტება შეიქმნა არაწარმოებული არაფინანსური აქტივების სახით და 2029-2030 წლიდან უკვე ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება ასე ვთქვათ ბალანსზე ოფიციალურად ჩაწეროს ამა თუ იმ კრიპტოვალუტის ფლობა. ჩვენ ისედაც ვიცით პრინციპში გაცხადებული აქტივების ოდენობა ახლა ელ-სალვადორზე როგორც თქვით, ასე ვიცით რომ ქვეყნები პირობითად სახელმწიფოებს ამოაქვთ ხოლმე სხვადასხვა მოპარული კოინები და ბიტკოინიც პრინციპში და შემდგომ სამწუხაროდ ყიდიან ამას. შეიძლება ვალდებულებების გამო არ ვიცი მოკლედ რატომ არის ბევრი ქვეყნისთვის პრიორიტეტული გაყიდვა, მე ვერ გეტყვით და პრინციპში ეს კალკულაცია როგორც კი შევა მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის დროს რაღაც კორექტირებები შეიძლება შევიდეს და დაველოდოთ ამ კუთხით მოვლენებს. ასევე არის მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის კუთხითაც გაკეთდა რამოდენიმე ნაწერი ეგრეთ წოდებული ღრუბლოვანი სერვისები, ანუ cloud სერვისებს, რასაც ეძახიან და სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებს. ანუ IMF-ს მოუწია
იმის აღიარება საბოლოო ჯამში, რომ შეიცვალა, აი პირველ ბოლო გადახედვა, ასე ვთქვათ, რა აქტივები უნდა შესულიყო, არ შესულიყო, იყო 2008 წლის პერიოდი და 2008 წლის პერიოდის შემდგომ პირველად გადახედეს და თუ წაიკითხავთ თქვენ ამ განცხადებას, ამ განცხადებაში წერია, რომ ასე ვთქვათ, გავლენას ახდენენ თანამედროვე ფინანსურ სამყაროზე და ტენდენციებზე, ეს უკვე კრიპტოვალუტებზე იყო ძირითადად საუბარი და უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც უწევს ამის აღიარება. ასევე თუ გაგახსენდებათ, სადღაც 2 კვირის წინ განვიხილეთ თუ არ ვცდები სიახლე, რაც ეხებოდა ელ-სალვადორს და ასევე ელ-სალვადორს ეხებოდა იმ კუთხით, რომ ელ-სალვადორმა თქვა, ასე ვთქვათ, რომ უნდა შევისყიდო რაღაცა ოდენობის ბიტკოინები და არ ქონდა შესყიდული და აი ამის მონიტორინგის კუთხით და ასევე თუ არ ვცდები IMF-ს პაკისტანის სიახლე თუ გახსოვთ, ეს იყო 3 კვირის წინ თუ 4 კვირის წინ, როდესაც პაკისტანმა IMF-ს მოთხოვა თანხა იმისთვის, რომ მოეწყო მაინინგის ინფრასტრუქტურა. ხო, აი აქაც ასე ვთქვათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართეს მაშინ და ეს სიახლე ცოტა უნდოვნად ჩანდა და პრინციპში მათ მოუწევთ აღიარება იმის, რომ ადამიანები კრიპტოვალუტებს, ბიტკოინს იყენებენ გადარიცხვებში და ადამიანები ასე ვთქვათ, თუ თანხმდებიან რაღაც ვალუტაზე, რაც შეუძლიათ ერთმანეთში გაცვალონ, რატომ არა? თუმცა ვინ უპირისპირდება ამას სიახლეების ბოლოს, ამასაც გეტყვით და თუ კითხვები იქნება ამ კუთხით, ესეც გავიაროთ, რა თქმა უნდა. დაწერთ კომენტარებში, იცით თუ არა, პირველ ადგილზე რომელი ქვეყანა არის ბიტკოინის ფლობის კუთხით, რომელს აქვს პერსპექტივა რომ იყოს პირველი, გუშინ გაკვირთ ვისაუბრეთ ამაზე კრიპტობაასის ფორმატში და შეგიძლიათ გადაცემაც ნახოთ ჩვენ YouTube და Facebook გვერდზე. მოკლედ დავალოდოთ მოვლენების განვითარებას ამ კუთხით, თუმცა აგვისტოში კიდევ ერთხელ ესეთი ძლიერი სიახლეები მაინც არ იქნება გადაწყვეტილებების მიღების კუთხით სახელმწიფოებიდან და წლის ბოლოს ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში სიცხადე რა სიცხადეების კანონის დონეზე უნდა იყოს და უშუალოდ სიცხადის კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმედია ამ კანონსაც მივყავთ. ეხლა შეეხება მეორე სიახლეს. მეორე სიახლე ეხება ვიზას და მასტერკარდს და ასევე სტაბილურ კოინებს. ვიზა მოკლედ დაამატა PayPal-ი, PayY, ანუ PYUSD, ასევე ევროსი, ევროზე მიბმული სტაბილური კოინი და სხვათა შორის ასევე ბლოკჩეინების კუთხით იყენებს Stellars და Avalanche-ის ქსელებს, ესეც არის გასათვალისწინებელი. ფასების კუთხით იყო რაღაც მოძრაობები და ამ მოძრაობების გამო შეგვიძლია ამაზეც დავფიქრდეთ. ასევე 2023 წლიდან დაახლოებით 225 მილიონზე მეტი სტაბილური კოინების ტრანზაქცია განხორციელდა, ანუ ნელ-ნელა ხდება, ასე ვთქვათ, ამ ინდუსტრიის გამოგვიძება და პრინციპში ბანკებსაც უკვე აღარ დარჩათ გზა და არ უარყოფენ და თქვენ გახსოვთ ალბათ როდესაც თქვით რომ აი სხვადასხვა გადახდების სისტემები შეიძლება ზედაპირზე არ იყენებდნენ კრიპტოვალუტებს, მაგრამ სწრაფად რომ განახორციელონ ტრანზაქციები იყენებენ ამ ინფრასტრუქტურებს და ამ ინფრასტრუქტურების გამოყენება პრინციპში მათ ხარჯის კუთხითაც შეიძლება IAP დაუჯდეთ ამის სტატისტიკას მაინც დრო გვიჩვენებს, გააჩნია რომ ბლოკჩეინს იყენებენ, გააჩნია Axels იყენებენ, ან დატვირთვა რა არის, იმიტომ რომ სხვადასხვა მოდელები უნდა გავითვალოთ. სიტუაცია თქვენი ტრანზაქციების 2%-ს ესეთი კომპანიები თუ აკეთებენ კრიპტოთ დანარჩენი 98-ს ჩვეულებრივი სისტემით, ის 2% შეიძლება საერთოდ ხარჯ ეფექტური არ იყოს, უბრალოდ გამოცანონ, ასე ვთქვათ, რამდენად მუშაობს ეს სისტემა და შემდგომ დანერგონ თავიანთ გადახდებში და შეიძლება შემდეგ შეიცვალოს თითოეული ტრანზაქციის ფასი და გადამოწმების კუთხით. ასევე ეს ტენდენციები შეიძლება ეგრეთ წოდებული Genius Act-ი, რაც ჩვენ განვიხილეთ პრინციპში, რაც ეხება სტაბილურ კოინებს, სტაბილურ კოინების რეგულაცია თუ სინქრონიზებული იქნება სხვა ქვეყნების რეგულაცია ან მიახლოებული ამ რეგულაციებთან, რაც Genius Act-ი თავისთავად ამ
ამბობს, რომ ასევე აუცილებელია, რომ სხვა ქვეყნებსაც გქონდეთ, ასე ვთქვათ, რაღაც დოზის რეგულაცია, რაც მეტნაკლებად თანხმდროში იქნება Genius Act-თან. საბოლოო ჯამში ეს ქსელი შეიძლება გაიზარდოს. კიდევ ერთხელ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენ ამ გადაცემებში, კრიპტობაზარში, კრიპტობასში, ჯგუფში ძალიან ბევრი განხილვა იყო. ერთ-ერთი სიახლე ალბათ Uber-ის სიახლეც გახსოვთ დაახლოებით 1 თვის წინ. გვინდა არ გვინდა ეს ტექნოლოგია არის შემოსული. შეიძლება ვიღაცა სატოშებით ურჩევნია გადაარიცხვა და ამისთვის Lightning Network-ი არსებობს, ვიღაცას დოლარით გამყარებული სტაბილური coin-ით, თუმცა საბოლოო დღის ბოლოს მოგებულები რჩებით იმ კუთხით, რომ blockchain ტექნოლოგიაზე უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და შემდგომ ის ადამიანები გადაწყვეტენ პრინციპში, რომელი ინფრასტრუქტურა არის მათთვის მიმზიდველი. ჯერჯერობით ყველაფერი მიდის ნორმალურად, სანამ სიცხადის აქტში რაიმე ცვლილება არ იქნება ისეთი, რაც საბოლოო ჯამში წაგვართმევს, როგორც ოქრო წაგვართვეს ერთ პერიოდში, ასევე წაგვართვეს ბიტკოინს და სხვადასხვა აქტივებს, აი ამ კუთხითაც უნდა ვიყოთ თხილად და ასევე ეს სიახლე ძალიან ბევრჯერ მუსირებდა Amazon-ის და Walmart-ის სტაბილურ coin-ებზე რამოდენიმეჯერ შემხვდა წლების განმავლობაში, ასევე თქვენ გახსოვთ ალბათ 20-21 წლის ეგრეთ თვარსთებს სექტემბერ-ოქტომბერში იყო ესეთი fake news-ი, რომელიც 20 წუთით გავრცელდა, რომ Walmart-ი Litecoin-ით გადახდებს იღებს, Litecoin-ის ფასი მაშინ სერიოზულად გაიზარდა და შემდგომ უარყოფა მოხდა ამ სიახლის და ჩამოვარდა ფასი და აი ამის მერე იწყება რეალურად სტაბილური coin-ებით გადახდებს ხომ არ ვამატებთ. ან ჩვენ სტაბილურ coin-ს ხო არ შევქმნით, ხო? ეს პრინციპში ეს Genius Act-ი უფრო გაუმარტივებს Amazon-საც პრინციპში და Walmart-საც ამ ყოველფრის გაკეთებს უბრალოდ მე პერსპექტივაში როგორ აგიხსნათ ამდენი სტაბილური coin-ის არსებობა რას ცვლის ხომ არ ჯობს რომ თუ სტაბილურ coin-ებზე მაინც და მაინც საუბარი იყოს რამოდენიმე სტაბილური coin და ამის სერვისი გამოიყენოს Walmart-მა და Amazon-მა საბოლოო ჯამში ალბათ და სხვა კომპანიები საბოლოო ჯამში ალბათ ამაზე დავლენ, რადგან იქ რეგულაციების კუთხით ძალიან დიდი თავის ტკივილები არის. Genius Act-ი არ არის ესეთი მარტივი აქტი, რომ აი მე თუ მინდა სტაბილურ coin-ს გამოვშვებ და მორჩა. არა, ლიკვიდურობაც უნდა დაასაბუთოთ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფორმაში უნდა გქონდეთ, ანუ სწრაფად ლიკვიდური აქტივი უნდა იყოს ის ერთ-ერთი შესაბამისი სტაბილური coin-ი რაც გაქვთ, რომ რამე თუ 1 წუთის განმავლობაში, 5 წუთის განმავლობაში პირობითად მოხდება ძალიან ბევრი სტაბილური coin-ის დაწვა, თქვენ შეძლოთ ასე ვთქვათ ლიკვიდურობის მიწოდება და ეს არის მნიშვნელოვანი. Amazon-ს ახლა სიმართლე ვთქვათ შეიძლება არ გაუჭირდეს და Walmart-ს მით უმეტეს, მაგრამ სხვა კომპანიებს თუ ექნებათ ასე ვთქვათ ამაზე პრეტენზია შეიძლება აქ პრობლემები შეიქმნას. მოკლედ დაველოდოთ ფაქტია და ჩვენ სტაბილურ coin-ებზე და რეალური სამყაროს აქტივებზე, ეგრეთ წოდებულ RWA-ებზე ვისაუბრეთ. რამოდენიმე კვირის წინ ასევე განვიხილეთ პორტალი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ესეთი აქტივები გამოიშვება ხოლმე და ეს ბაზარი არის ძალიან დიდი, 256 მილიარდიან ბაზარზე არის საუბარი. და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ კომპანია, სტაბილური coin-ი, აქტივი არის გასაციფრულებელი, ეგრეთ წოდებული ტოკენიზება არის გასაკეთებელი ამ აქტივების და შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ამის განსაზღვრავს იმედია სამომავლოდ კრიპტოსთვის, რა თქმა უნდა, კარგი კუთხით. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლე ეხება რამოდენიმე ხნის წინ გაჟღერებულ და უკვე შეცვლილ პროგრამას Coinbase-ის Coinbase-ის ახალი დევიზი პრინციპში Coinbase არის ეგრეთ წოდებული ყველაფრის ბირჟა, მას აქვს სუპერ ეგრეთ წოდებული სუპერ აპლიკაცია, სადაც თქვენ შეგიძლიათ ყველანაირი ტრანზაქცია განახორციელოთ და ასევე Coinbase-ი გვპირდებათ, რომ მოკლედ ტოკენიზებული აქციებიც იქნება ჩვენთან, სხვადასხვა ვისაც ტოკენიზებული აქციები გაინტერესებთ, Bitnet-ზე შეგიძლიათ მსგავს სერვისს წააწყდეთ, სადაც ნახავთ ტოკენიზებულ აქციებს და თუ ხართ ამ კუთხით დაინტერესებული ისეთი აქციების ყიდვით, რომლის სწრაფად ყიდვა შეგიძლიათ ალბათ ხვდებით, რასაც ვამბობ, მაშინ შეგიძლიათ მოკლედ Bitnet-ზე ტოკენიზებული აქციები შესყიდვა, რამდენიმე აქცია არის და შეკითხვები თუ გექნებათ ამ აქციებთან დაკავშირებით, საპორტსაც ეგრევე შეგიძლიათ კითხოთ.
და ასევე კომენტარებში დაწეროთ ჩვენ ჯგუფშიც იკითხოთ ან ახლა ლაივის დროს იკითხოთ. ასევე თქვენ გახსოვთ ალბათ საარჩევნო პოლიმარკეტზე, სადაც წინასწარი პროგნოზები კეთდებოდა, ვინ გაიმარჯვებს, ტრამპი გაიმარჯვებდა თუ კამალა, იმ მსგავსი სერვისების შეთავაზება, რაც სხვათა შორის საინტერესო იყო და ერთ-ერთი თეორიის კუთხით, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ფული იშოვება რამოდენიმე ვეშაპმა ამ ყველაფერში, ასევე ადრეულ სტადიაზე ტოკენების შესყიდვა და სხვა სერვისები, რაც პრინციპში პრობლემატური იყო, ან ცალკეულად სხვადასხვა აპლიკაციები სთავაზობდნენ, აი პოლიმარკეტი მაგალითად გლობალურ ბაზარზე იყო და ეხლა ისევ დაბრუნდება ამერიკულ ბაზარზე, ხო? და რა არის მოკლედ საბოლოო ჯამში Coinbase-ის ამოცანა. Coinbase-ის ამოცანა არის თუ რა მისყიდვა გინდა ციფრულის, უნდა იყიდა ჩვენთან, ანუ ესეთი დევიზით არიან და პრინციპი საინტერესო არის ამ კუთხით და მსგავსი მიდგომა ჩანს სხვათა შორის საქართველოს ბაზარზე, ახლა ყოველად არ თქვი ბიტნეტის ამბავი, სადაც შეგირდიათ ტოკენიზებული აქციების ყიდვა და პრინციპში ეს ტენდენცია არის, რომ ერთი კოლგის ქვეშ ბევრი აქტივის შესყიდვა თქვენ შეგეძლოთ, დაველოდოთ აქაც რეგულაციის კუთხით რამდენად იქნება ასე ვთქვათ შესრულებული ის ვალდებულებები, რა ვალდებულებებსაც აიღებს Coinbase. დიდი ალბათობით ეს სერვისები ჩვენთან არ იქნება Coinbase-ის და გამო. ასევე მე პირადად საქართველოს მაგალითზე, სხვა ქვეყნის მაგალითი რომც არ ავიღოთ, Coinbase-ის ამბავთან მიმართებაში გახსოვთ ალბათ რა აჟიოტაჟი იყო და ესეც არის ასე ვთქვათ ჩემთვის დამაფიქრებელი, რამდენად ხარისხიანად შეიძლება იქნას შეთავაზებული მსგავსი პროდუქტი კი შეცდომები იმართებათ კომპანიებს, თუმცა ამ შეცდომების მიჩქმალვა არაფრის მომტანი არ არის და ეს შეცდომები, ასე ვთქვათ, შეიძლება ახლა ნიკა თოდუაზის საქართველოში პირდაპირ ეთერში და საუბრობს Coinbase-ის შეცდომებზე, რომელიც მათ არ აღიარეს, ხო, ნუ რაღაც შეცდომები არის, რაც დიდი ხნით ილექება ხოლმე და სკეპტიკურობას ტოვებს. ასევე პრინციპში სხვა ბირჟები, Robinhood, Gemini, Kraken-ი ასევე ხო, მათი აღმავლობის პერიოდიც დაიწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლმე Robinhood-ზე ძალიან ცუდი ინციდენტი იყო 21 წლის შემოდგომაზე, როდესაც სწრაფად გაყიდვა ვერ მოხერხდა აქტივის. Dogecoin-ს ეხებოდა ეს, Dogecoin-ის კუთხით იყო მსგავსი პრობლემა, დიდად არ გამოვახსოვ ამ სიახლეს, მოკლედ რისი თქმა მინდა, ამ კომპანიებს მოუწევთ ადაპტირება, ბაზარს დაბრუნდებიან სრულად ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოუწევთ ადაპტირება იმ ახალ კანონთან, რა ახალი კანონიც არის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს კომპანიები აღასრულებენ იმ დანაპირებს, რა დანაპირებიც ექნებათ ზოგადად მომხმარებლებთან. ეხლა შეეხება მეოთხე სიახლეს და მეოთხე სიახლე არის დეცენტრალიზებულ ფინანსებზე. დეცენტრალიზებული ფინანსების საფხული ალბათ ძველ მომხმარებლებს გემახსოვრებათ, მაგრამ ახალი ადამიანებისთვის, ვინც ხართ კრიპტოსამყაროში შემოსული, მოკლედ დეცენტრალიზებული ფინანსების საფხული იყო 20 წლის საფხული, სადაც ძალიან ბევრი DeFi პროდუქტი იქნებოდა, ფაქტობრივად კოდების კოპირება ხდებოდა, სხვადასხვა პროგრამა სამჯერაც კი განახლდა, რომ საბოლოო ჯამში და ეს პროდუქტი არ არსებობს, რომ მიეღოთ ასე ვთქვათ, რაიმე სერვისი მომხმარებლებს, ძალიან დიდი იყო ჩართულობა და აქტივობა და პრინციპში 20-20 წლის დიაპაზონს უკავშირდება და 20-20 წლის მოვლენებს უკავშირდება ზოგადად დეცენტრალიზებული ფინანსების ბაზრის გაღვიძება. მონაცემები დიდად სტატისტიკური მონაცემები სამწუხაროდ ამ პერიოდისთვის არ არის, თუმცა უკვე 20-21 წლამდე ამ ჩარტსაც მე განვიხილავთ, ვხედავთ ასე ვთქვათ გამოცოცხლებას და 20-20 წლის საფხული ახლა გამოჩნდება ეკრანზე, DeFi ლამაზე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ დეცენტრალიზებულ ბირჟებში ვაჭრობის მოცულობები, როგორც ჩდება უკვე ბაზარზე
20 წლის საფხულიდან აგერ ჩანს და ასე ვთქვათ ჯამური ჩაკეტილი ღირებულება ანუ სიტუაციაზე თქვენ თუ ხართ ლიკვიდურობის მომწოდებელი და ლიკვიდურობისთვის სხვადასხვა წყვილის და უშუალოდ თქვენ თუ ლიკვიდურობას აწვდით პირობითად ბიტკოინის და USDT-ის გაცვლაზე დეცენტრალიზებულ ფინანსებში მიაწვდით ასე ვთქვათ რაღაც ოდენობის თანხებს და ეს ჩაკეტილი ასე ვთქვათ ამ ეკოსისტემაში მოთავსებული თანხა არის ეგრეთ წოდებული TVL და ეს ნიშნავს იმას რომ რაც უფრო მეტი არის თანხა არის ჩაკეტილი ასე ვთქვათ უფრო ლიკვიდური არის ეს ბაზარი და უფრო ლიკვიდურ ბაზარზე ასე ვთქვათ უფრო მარტივი არის ვაჭრობა და აი როგორც გითხარით 20 წლის საფხულში ნელ-ნელა ჩნდება მოკლედ ბაზარზე როგორც ჩაკეტილი ტოკენების ოდენობა ასევე DEX-ზე აქტიურობა შემდგომ მატება ხდება აი სექტემბრის დასაწყისში და 2021 წლიდან აი თუ მოვყვებით 2021 წლიდან თითქმის მთელი ბულრანი ხდება აღმასვლა თუ დააკვირდებით ეხლა მაისის დიაპაზონი ეს და რატომ მინდა ყველაფრის გავლა მინდა რომ ნახოთ რამდენად მეორდება ისტორია და რისი ასე ვთქვათ ინდიკატორი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი ეხლა დაუბრუნდეთ ხო 2021 წელს ძველ მომხმარებლებს შეიძლება გახსოვდეთ ახალ მომხმარებლების საყურადღებოდ ეხლა პოპულარულია Solana-ს მიმქოინები იმ პერიოდისთვის მიმქოინების პოპულარობა იყო Binance Smart Chain-ზე საკომისიო ეხლა შეიძლება იყოს $0.05 იმ დროისთვის coin-ის გადაცვლა ანუ იმდენად გადატვირთული იყო ქსელი რომ $5-4-იც გიჩნდებოდა და რატომ არის ეს წინადადება მნიშვნელოვანი ესე იგი Binance Smart Chain-ი შეიქმნა იმისთვის, რომ Ethereum-ისთვის გაეწია კონკურენცია ფასის კუთხით, საკომისიოს კუთხით და ეს პრობლემა ანუ იმდენად გადატვირთული იყო ბაზარი, რომ ეს პრობლემა დადგა და თქვენ ალბათ ხედავთ, როგორ იზრდება აგრესიულად უკვე პირველი ტალღაზრდის თებერვალში იყო და სხვათა შორის აქაც ბიტკოინის ფასთან მიმართება შეგვიძლია შემდგომ გადავამოწმოთ მაისის დაღმასვლამდე თქვენ ალბათ გახსოვთ აი მაისის ძლიერ დაღმასვლამდე როდესაც კრიპტობაზარი გავიდა ეთერში ერთ-ერთი დიდი პიკი დაფიქსირდა და შემდგომ ხედავთ როდესაც კლება ხდება სწრაფი კლება ან სწრაფი მატება ხდება აი გვაქვს ასე ვთქვათ გადახრა სტაბილური მოძრაობიდან და თქვენ ხედავთ 2021 წლის 19 მაისს როდესაც კრიპტობაზარი გავიდა ეთერში და ბიტკოინმა ახალი დაბალი ნიშნული დააფიქსირა ყველაზე მაღალი მოცულობა გაცვლების დეცენტრალიზებულ ბირჟებზე იმ პერიოდისთვის დაფიქსირდა მაშინ შემდგომ იწყება კლება და დავაკვირდეთ ასე ვთქვათ ნოემბრის ამბებს ხო აგერ ნოემბრის ტალღა გადავიარეთ აი 2021 წლის ნოემბერში ახალი მაღალი ნიშნული 70000 მიუახლოვდა მაშინ ბიტკოინი დაფიქსირდა ასევე TVL-იც ერთ დიაპაზონში არის და უყურეთ ნელ-ნელა ხდება აი 2022 წლის განმავლობაში და ამიტომ იყო რომ 2022 წელს ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ზოგადად ბაზარზე აი ჩვენ ისევ დაუბრუნდებით 30000 არ ჩამოცდება ელ-სალვადორის საშუალო სიწყვილები 30000-ი არის არ გაწირავენ ხალხს ესე და მსგავსი ამბები აი ხა ხედავთ სად ხდება სწრაფი დაღმასვლა ეს სწრაფი დაღმასვლა რას უკავშირდება ნახეთ უკავშირდება გახსოვთ ლუნას ინციდენტი ლუნა სტაბილური კოინის ინციდენტი როდესაც ძალიან დიდი თანხის მოხდა 10 დენა დოლარს შორის ანუ ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო USD და დოლარი ან დოლართან მიმართებაში ერთ-ერთი უნდა მოხდა ეგრეთ წოდებული დევიაცია DPEG მოხდა რამაც საბოლოო ჯამში მთლიანად ეკოსისტემა გადაიყოლა ეგრეთ წოდებული ალგორითმული სტაბილური კოინი იყო რომელიც თავის დარეგულირებდა ლუნას წვას და ახალი სტაბილური კოინის შექმნას მსგავსი არაზუსტი მსგავსი პრინციპი გვაქვს ჩვენ დაიზე და ეთერიუმზე მაგრამ აქ უფრო ამბობდნენ რომ უფრო სერიოზული და არის საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი პროტოკოლი დეცენტრალიზებული ფინანსის ბევრი პროტოკოლი იყო წოდებელი ამ ყველაფრის და უცებ მოხდა თანხების გადინება თითქმის ერთ დღეში ხო
ერთ დღეში და ნელ-ნელა უკვე გაყიდვების იზრდება, რასთან დაკავშირებულია ეს ნახეთ. აქტიურობა გაზრდილი არის CEX-ებზე, გაზრდილია იმიტომ, რომ ვიღაცებმა სწრაფად მოახერხონ გადაცვლა და როდესაც ხედავთ, რომ TVL იკლებს და ცენტრალიზებულ ბირჟებზე ყიდვა-გაყიდვა იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მკვეთრად გადის DEX-ებიდან ფასი და ეს ხშირ შემთხვევაში კორელაციაში იქნება საბოლოო ჯამში ბიტკოინის ფასის კლებასთან და მართლაც შემდგომ ბიტკოინის ფასის კლება ვიხილეთ. შემდეგი იმპულსი იყო ზაფხულში და ერთი საინტერესო იმპულსი გამოჩნდება აქ ნოემბერში. უკვე ნახეთ DEX-ებიდანაც თანხები გასულია და ამიტომ იყო სწორედ რომ ნოემბერში უკვე ახალი დაბალი ნიშნულის დაფიქსირებას არავინ არ ელოდა, რადგან ბაზარი უკვე მთლიანად გალეული იყო და ჩვენ თუ ვნახავთ და გადავამოწმოთ ბიტკოინის სპოტზე შეზღუდვები, ვნახავთ რომ აი ამ პერიოდში, სადაც რეალურად DEX-ებიდან თანხა გასული არის, ცენტრალიზებულ ბირჟებზე აქტიური შეზღუდვები მიდის სხვადასხვა კოინების, მათ შორის ბიტკოინის. ერთი ასე ვთქვათ, ტალღა აგერ გვაქვს ნოემბერში და შემდგომი ტალღა უკვე როდესაც ბაზარი დადებითი დინამიკისკენ ბრუნდება, არის 2023-ის მარტი. აქედან მოკლედ მოძრაობა დეცენტრალიზებული ფინანსების კუთხით ფაქტობრივად ერთი წლის წელიწადნახევარი შეიძლება ვთქვათ უხეშად, წელიწადნახევრის განმავლობაში მცირდება და შემდგომ ყოველი ნებისმიერი პიკი უახლოვდება იმ ნიშნულებს, რა ნიშნულებიც გვქონდა აღმასვლის ნიშნულები. ახლა ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა, რაც 25 წლის დასაწყისში მოხდა, თქვენ გემახსოვრებათ ალბათ. აი ნახეთ. იანვარი როგორც კი დაიწყო ინაუგურაცია, როგორც კი მოხდა, ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა ყიდვა-გაყიდვების DEX-ებზე და ნახეთ რა ხდება, ნელ-ნელა დაიკლო, ასე ვთქვათ, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე შენახული თანხა და აქტივები საბოლოო ჯამში. ეხლა ვხედავთ სხვა ტენდენციას, გაიზარდა TVL-ი და თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდს, თუ არ ვცდები დღის ჭრილში, ხო? მაღალ ნიშნულს უახლოვდით ბოლო პერიოდში. გადავიდეთ ახლა. კარგად არჩენს, ხო? აი აგვისტოშიც ნელ-ნელა ხდება თანხების შედინება და რატომ ვახსენეთ აგვისტოში თანხების შედინება ეგრეთ წოდებულ დეცენტრალიზებული ფინანსების ზაფხულის დაბრუნებას მოასწავლებენ ექსპერტები, თუმცა თუ გადახედავთ ამ ყველაფერს 2022 წლის და 2021 წლის მაღალ ნიშნულამდეც კი არ არის ახლოს. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ჯერ კიდევ არ დაგვიფიქსირებია მაღალი ნიშნული, ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ, ამ თეორიას მხოლოდ რამდენად შეიძლება გავყვეთ, თუმცა თუ მივყვებით ამ თეორიას, ხედავთ, რომ პიკი შეიძლება შემოდგომაზე დაფიქსირდეს. ხო, ესეთ რაღაც თუ გადავხედავთ ამ ყველაფერს, შეიძლება აი ამ დიაპაზონში ვიმყოფებით 2021 წლის სექტემბრის ეგრეთ წოდებული რეფლექსია შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, რამდენიმე კვირიანი კლება შეიძლება იყოს აქ და შემდგომ ასე ვთქვათ მატება. ესეც შეიძლება თქვენი ინდიკატორი იყოს რაღაც კუთხით დეცენტრალიზებული ფინანსებისთვის, თუმცა აი ეს მონაკვეთი არის ცალსახა, აი ეს მონაკვეთი, როდესაც უკვე ბაზარს არანაირი ნდობა არ აქვს და ამ არანაირ ნდობაში ცენტრალიზებულ ბირჟებზე შეზღუდვა ხდება მაქსიმალურად და შემდგომ ცენტრალიზებული ბირჟებიდან გატანა, ხო? ანუ არის პერიოდი, სადაც დეცენტრალიზებული ფინანსებში მოთავსებული თანხები უფრო აქტიური არის და არის პერიოდი, როდესაც ნაკლებია. თუმცა კიდევ ერთხელ თქვენ ნახავთ აქ ეს პიკები თითქმის დაკავშირებულია სერიოზულ მოვლენებთან, რა სერიოზული მოვლენებიც ჰქონდა ბაზარზე, ხო? საინტერესო არის ეს სტატისტიკა, ასევე თქვენ თუ გაინტერესებთ კონკრეტული პროდუქტების კუთხით შეგიძლიათ ნახოთ ეს ყველაფერი, აი smart chain-ზე რასაც ვსაუბრობდი, ხო? აი smart chain-ი როგორც ვახსენე, რომ 2021-ში იყო ყველაზე დიდი თანხა მოთავსებული მართალი. ახლა ჩვენ თუ შევადარებთ Solana-ს პიკი, ნახეთ, Solana-ს პიკი რეალურად ამ პერიოდში არის, იმ პერიოდშიც აქტიური იყო, მაგრამ ხო
თანხის კუთხით, ნახევარი იყო smart chain-ის თანხაზე, ნახევარი იყო და ვნახოთ ეთერიუმთან რა ხდება. ეთერიუმთან ჯერჯერობით არ გვაქვს ის სერიოზული აღმასვლა, რა სერიოზული აღმასვლაც იყო, თუმცა ეთერიუმის TVL-ს თუ შევხედავთ, მიხვდებით, რომ საბოლოო ჯამში კორელაციაშია რაღაც კუთხით ბიტკოინის, ასე ვთქვათ, ახალ-მაღალ ნიშნულებთან. მართლაც ესეთი მოძრაობა შეიძლება დაფიქსირდეს ამ კუთხით. მოკლედ, დაწერთ კომენტარებში რამდენად იყენებთ, ეხა ერთი რაღაც მინდა ვნახო, სუი ძალიან პატარა არის აქ. Base აქტიური არის. ეთერიუმთან მიმართებაში შეგიძლიათ ელურებიც დააჯამოთ Base პრინციპში და არბიტრუმი და სხვადასხვა მომწოდებელები და ამ კუთხით ნახოთ. მოკლედ, ყოველ შემთხვევაში ჯამურად თუ შევხედავთ, ჯამურად ერთი ახალი პიკი დაფიქსირდა, მაღალი ნიშნული დაფიქსირდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ეს ახლოსაც არ არის, რაც ხდებოდა 2021 წელს. 2021 წლის იმ ნიშნულთან, რა ნიშნულზეც, რა დროსაც ბიტკოინმა ახალი მაღალი ნიშნული დააფიქსირა. მოკლედ, გადავიდეთ ახლა ძალიან რო არ გაგრძელდეს გადაცემის პირველ ნაწილი, გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილში, სადაც პრინციპში ვნახავთ თუ რა ხდება ბაზარზე ფასის კუთხით. რა მოძრაობა არის, რა დიაპაზონებში შეიძლება იყოს ბიტკოინი, ასევე საინტერესო, ასე ვთქვათ, უკავშირი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მოცულობების კუთხით უფრო დეტალურად რატომ არ განვიხილავთ ამა თუ იმ აქტივს. მსგავსი ტენდენცია სხვათა შორის 2021 წლის გადაცემებს, 2022 წლის გადაცემებს თუ დააკვირდებით იყო. საბოლოო ჯამში გადავწყვიტე მე პირადად და როდესაც მიშ გამოდის სტუმრად ხოლმე მიშკასთან ერთად ან ბაზარში ან კრიპტობაზარში უფრო ტექნიკურ ამბავს ვშლით ხოლმე, რადგან საბოლოო ჯამში როგორც არ უნდა ვატრიალოთ მოკლედ ასე ვთქვათ ბაზარი, ის დიაპაზონები, რა დიაპაზონებსაც საუბრობთ, თუნდაც იმ მომენტში არსებული, ასე ვთქვათ, შესყიდვა, გაყიდვის დიაპაზონების მოცულობები არ გვაქვს გადამოწმებული, მაინც ის ფასები, რაც ადრე იყო დაფიქსირებული, მით უმეტეს ახლა ამ პერიოდში მნიშვნელოვანია. ახლა ძალიან მარტივი არის ჩემთვის გითხრათ, რომ თუ დაღმასვლა გაგრძელდება, 112.000 იქნება, ასე ვთქვათ, ის ნიშნული, რა ნიშნულიც იქნება საინტერესო, ასევე თვის დახურვა იყო გუშინ და თვის დახურვაც შეგვიძლია შევადაროთ, რომ არც თუ ისე ცუდი თვის დახურვა იყო ამ კუთხით, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ინდიკატორი ამ კუთხით, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ასე ვთქვათ, რა დიაპაზონებში შეიძლება იაროს იმის დამიხედვით, თუ რა მანძილი აქვს გავლილი ფას, აი ეს ინდიკატორებით შეგიძლიათ დაამატოთ, ანუ ესე ვთქვათ, ერთი უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და სწორედ 2021 წლის და 2022 წლის გადაცემების შემდგომ, აი მეც მოდიოდა პირად შეტყობინებები, რომ აი ესე ავაწყვეთ და საბოლოო ჯამში ესე არ განვითარდა, მოკლედ ძალიან მშრალად ამაზე ამიტომ საუბრობ. ვისაც ასე ვთქვათ, აქვს გავლილი ჩემი კურსები, იცის, რას როგორ განვიხილავთ დეტალურად, ხო? იქ სხვა ამბავი ხდება, აქ ძალიან მშრალად უნდა ვისაუბროთ რაღაცეებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაცები იწერებიან ხოლმე, აი ეს გადაწყვეტილება ესე მივიღეთ, თქვენ ესე გისმენთ და საბოლოო ჯამში ბუნდოვანება გვაქვს. ამიტომ არის სწორედ რომ ასე ვთქვათ, მე ამ შემთხვევაში ესე ვუფრთხი, თუმცა კიდევ ერთხელ, აი ხა კვირის დიაპაზონი ნახოთ. ხო, აი კვირის დიაპაზონიშიც ხო იგივე ფასებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მოკლედ რითი თქმა უნდა, დაღმასვლა თუ გაგრძელდება, ერთ-ერთი საინტერესო დიაპაზონი იქნება 112.000, ასევე ძალიან ბევრი აპლიკაციების გარდა ძალიან ბევრი მომაცემი Glassnode-ზე შეგიძლიათ გადამოწოთ ყველაზე მარტივად, რა ფასებზე სწრაფი ლიკვიდაციები მოხდება და ასე ვთქვათ, აი სწრაფი ლიკვიდაციები როგორ გაარღვევს წინააღმდეგობებს ან საყრდენებს და შემდგომ ლოგიკური შესყიდვები, ანუ ასე ვთქვათ, ლიკვიდაციების ხშირ შემთხვევაში ემთხვევა წინააღმდეგობა საყრდენებს, საინტერესო ზონებს, ანუ შუა ზონიდან, შუა დიაპაზონიდან არ ხდება ხოლმე ესე აღმასვლა, ან მკვეთრით აღმასვლა, რატომ ჩამოდის ბიტკოინი, ბევრმა იკითხა თუ დააკვირდებით თქვენ 2021 წლის 2025 წლის უკაცრავად რა ის 21 2025 წლის ინაუგურაციის ამბებს,
აი აქაც იყო რომ აი მელანია, ტრამპი დაილისტა ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ბაზარი უფრო დაბლა ჩამოვიდა, ეს დიაპაზონი რაც გვემთხვევა, Genius Act, ყველაფერი კარგად არის და აქაც შეიძლება მსგავსი იმპულსი მივიღოთ, თუ გადავხედავთ უფრო არქიტექტურას, ასე ვთქვათ, ფასის არქიტექტურას უფრო შორი დიაპაზონიდან მივხვდებით, რომ bull market-ი ეგრეთ წოდებული აღმასვლის ბაზარი არ გადადებულა, არაფერი სერიოზული არ მომხდარა ჯერჯერობით არის აქ საუბარი, თუმცა ყოველი შემდგომი იმპულსი ხედავთ, რომ უფრო სუსტი არის ვიდრე წინა იმპულსი. ამანაც და აი რაზეც ვისაუბრეთ, გახსოვთ? იქ როდესაც დეცენტრალიზებულ ფინანსებში ვნახეთ, რომ მცირე თანხები იყო, საწამოვიდა ეს თანხები, წამოვიდა ბირჟებზე, რათა შეესყიდათ აი ამ შემთხვევაში ბიტკოინის ამბავი აქვს. ანუ რეალურად, როდესაც სისხლი, ეგრეთ წოდებული სისხლი იყო ბაზარზე, მკვეთრი შესყიდვები მოხდა აქ, თუ ასე ვთქვათ, შორიდან შევხედავთ ამ ყველაფერს, ხო? ჯერჯერობით ბაზარი მიდის იმ ინერციით, რა ინერციაც გვაქვს. არაფერი სერიოზული არ მომხდარა, უბრალოდ უფრო კრიტიკული სცენარი იქნება ფსიქოლოგიურადაც და ყველანაირადაც, როგორც თუ არ ვთქვით, წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, 100,000-ის დიაპაზონი, აი რა დიაპაზონებზე გქონდა საუბარი. ხო. 100,000-მდე, აგერ 108,000-ზე გქონდა საუბარი და 112-დან 108,000-მდე შეგვიძლია მოკლედ ეს დიაპაზონი მოვინიშნოთ. ეხლა რა შეეხება ბიტკოინის დომინაციას, ეხლა უფრო საინტერესო იქნება ბიტკოინის დომინაცია ჩემთვის, ხო? ბიტკოინის ფასი იკლებს, ბიტკოინის დომინაცია იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზრისთვის ჯერ კიდევ საინტერესო არის ბიტკოინი. ანუ, როდესაც ფასდაკლება არის ბაზარზე და 100,000-ზე ზევით არის ბიტკოინი, ბაზარი მაინც ირჩევს ბიტკოინს. ეს შეიძლება იყოს სიგნალი იმისთვის, რომ თუ ალტსეზონი მოდის, რეალური ალტსეზონი შეიძლება არც კი დამდგარა. ამასაც დავაკვირდებოდი მე თქვენ ადგილზე. ეხლა გადავამოწმოთ ეთერიუმი ბიტკოინთან მიმართებაში რა შვება, ის წინააღმდეგობა გავარკვიეთ თუ არა, რა წინააღმდეგობაზეც არის საუბარი, ის წინააღმდეგობა არ გაგვირღვევია, მაღალი ნიშნული დაფიქსირდა, უბრალოდ პოტენციალი, დაღმასვლის პოტენციალი ჯერ პირველი გაჩერება -5% და უფრო კატასტროფულ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 20%-იან, 18%-იან კლებაზე ვისაუბროთ ეთერიუმის ბიტკოინთან მიმართებაში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამაზე დიდი კლება არ გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიანაც გადაიდება და რამოდენიმე წელი შეიძლება გადაიდოს ეგრეთ წოდებული ალტსეზონი. ეხლა დავაკვირდეთ Solana-ს ბიტკოინთან მიმართებაში და შემდგომ ნახავ თქვენ კომენტარებსაც. Solana ბიტკოინთან მიმართებაში. ხო. აქ არ არის სახარბიელო ამბები ამ კუთხით და Solana სავარაუდოდ ბიტკოინთან მიმართებაში გაიმეორებს იმ ბედს, რაც გაიმეორა ეთერიუმმა ბიტკოინთან მიმართებაში, რაც ბევრჯერ განვიხილეთ. და ამის შემდგომ რა როგორ მოხდება Solana-სთან საინტერესო არის. ასევე შევამჩნიე ის ტენდენციები, რაც ეგრეთ წოდებული Solana-ს კონკურენტები, მოკლედ სუი არის ამ შემთხვევაში, რაც ამ და მიმზიდველი იყოს, ასე ვთქვათ, ვაჭრობის კუთხით და შენახვის კუთხით ეს აქტივი ჩემთვის. მოხდა რამოდენიმე ინციდენტი პრინციპში, რაც არის დაკავშირებული ეკოსისტემაში არსებულ კოინებთან. ანუ მოხდა რამოდენიმე პროექტის გაპიარება, ამ პროექტების დისკორდებს თუ შეხედავთ, ფაქტობრივად ეს პროექტები საერთოდ არ პასუხობენ მომხმარებლის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს. ძალიან ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი არის. შესაძლებელია უბრალოდ რაღაც აგორებული ტალღა იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ერთ აზრზე, როდესაც არის, ალბათობა იმის, რომ მან რაღაც ხდება უცნაური, არის დიდი და შესაბამისად სულ შემთხვევაში სახა ერთი წლის განმავლობაში, წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან დიდი დაფიქსირა. შესაძლებელია, მოკლედ ასე ვთქვათ, შავი პიარი იყოს აგორებული სუისთან მიმართებაში, უბრალოდ თქვენ ადგილზე მაინც ფინანსური რჩევა არ არის, თქმა უნდა, თუ გაქვთ ძალიან დიდი მოგება დაფიქსირებული, გადავხედავდი რა როგორ შეიძლება გადანაწილდეს ამ კუთხით და გადავამოწმოთ BNB-მ სხვათა შორის ახალი მაღალი ნიშნული დაფიქსირა დოლარში $850 მივახლოვდა ბიტკოინთან მიმართებაში. ძალიან სუსტად გამოიყურება და ვნახოთ უბრალოდ დოლართან მიმართებაში როგორ გვაქვს. Top 10-დან თუ არ ვცდები ბიტკოინის შემდგომ BNB გახდა ის, ვინც ახალი მაღალი ნიშნული დააფიქსირა ამ ბოლო პერიოდში.
რაც საინტერესო არის ჩემთვის. და ამაზე შეგიძლია თქვენ გადაამოწმოთ, რამდენად აქტიურად ხდება სხვადასხვა ბევრმა DEX-მა PancakeSwap-ი მაგალითად რაღაც სერვისები, ასე ვთქვათ, წაშალა და არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაინც რატომ არის BNB ამ კუთხით პოპულარული, შეიძლება რაღაც სიახლე არის ისეთი, რაც გამომრჩათ და დაწერეთ კომენტარებში. ახლა გადავხედავთ, შევეცდები ვნახოთ თქვენი კომენტარები გადაცემასთან მიმართებაში და მოკლედ ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ზაფხულია პრინციპში, ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ რაღაც სიახლე შემატოს თავის ცხოვრებას. აი Pixel აკადემიაში თქვენ შეგიძლიათ ჩვენ რამოდენიმე კურსი გვაქვს თუ გაინტერესებთ პროგრამირება, პროგრამირების კუთხითაც შეგიძლიათ მოკლედ დარეგისტრირდეთ და დაკავშირდეთ ჩვენ ლექტორები, ასევე ავთოს კურსიც ჩაშვებულია და ზაფხულ აგვისტო-სექტემბერში იქნება ინვესტიციების კუთხით, მოკლედ შეგიძლიათ მთელი პალიტრა ნახოთ კურსების, თუ ვერ ახერხებთ ფიზიკურად მისვლას, ასევე დისტანციურადაც შეგიძლიათ ჩაერთოთ, ასევე შენახულია ხოლმე ლექციები, სულ და გულო მოკლედ ყველა ასე ვთქვათ, ყველანაირი სიტუაციას არის მორგებული ეს კურსები. ახლა შევეცდები Facebook-ზე ვნახო კომენტარები თუ არის, თუ არა და YouTube-ზე. ესე იგი, Chainlink-ის ხსენებაში მთელი Twitter და რა ხდება ზუსტად ხომ არიცით. ზუსტად შეიძლება ამ წამს არ ვიცოდე რა ხდება, მაგრამ Chainlink-თან მიმართებაში ზოგადად Chainlink-ი, როდესაც Genius Act-ი დადასტურდა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სერიოზული ინფრასტრუქტურა, რაც აი Walmart-ს, Amazon-ს და სხვა კომპანიებს დაეხმარება, რომ თავიანთი სტაბილური coin-ი ჩაუშვან, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურა ამ კუთხით იქნება Chainlink-ი, უბრალოდ ფასს გადავხედავ, ეხლა ლინკის ფასი რამე დიდად ხომ არ შეცვლილა და ამის მიხედვით ვნახავ, რამე სერიოზული ხომ არ მოხდა ბაზარზე. დიდად განსხვავებული კლება, რო გითხრათ, სხვა coin-ებთან მიმართებაში არ აქვს, 8-9% იყო ყველა coin-ის კლება. Chainlink-ი ყველაზე აუცილებელი პროექტია მანდ. ხო, ესე ვახო Mastercard-დან გაკეთება შეთანხმებების და გამოჩენების გამო. ხო, მაგრამ ფასის კუთხით როგორც ხედავ, ამ ნახეთ ფასი, პროექტის ფასი ხშირად პირდაპირპროპორციული მithumetes ესეთი კლების პერიოდში ხო ბიტკოინის ფასი მკვეთრად იკლებს თან ხედავთ რომ ბიტკოინის დომინაცია იმატებს Chainlink-მა რა სიახლე არ უნდა დადოს ამ კუთხით შეიძლება ეხლა არ აისახოს მაგრამ კიდევ ერთხელ როდესაც ეს ინფრასტრუქტურები მოითხოვენ რომ აი სტაბილური coin-ებისთვის მჭირდება რაღაც ბაზა და ბაზას გამოვიყენებ Chainlink-ს ბუნებრივია აქ ფასის აღმასვლის კუთხით ალბათობა იმის რომ ფასი გაიზარდოს დიდია უბრალოდ კიდევ ერთხელ რამოდენიმე კვირის წინ კიდობაში დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ჯობია იყო ინფრასტრუქტურა და არ ქონდეს შენი ტოკენი და გამოიყენო დავუშვათ ბიტკოინი გადახდებში. და იყო უბრალოდ კომპანია, ხო? აი ამ კუთხით Chainlink-ს რატომ ჭირდება ეს თავის ტკივილი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ეს შეიძლება კამათის თემა იყოს, უბრალოდ links ბევრი ადამიანი იცნობს ფასის კუთხით. ფასის კუთხით ძალიან ცუდად გამოიყენება წინა bull market-თან მიმართებაში. ბაზრის კაპიტალიზაციის კუთხით არც თუ ისე ცუდად გამოიყურება, რატომ? იმიტომ რომ ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია და შესაბამისად ნახევარი თანხა ბაზრის კაპიტალიზაცია ზუსტად ნახევარია წინა bull market-ის ყველაზე მაღალ ნიშნულთან მიმართებაში ფასის კუთხით თქვენ ხედავთ რა ყველაზე მაღალი ნიშნული იყო 48 და სამჯერ ნაკლებია, თითქმის სამჯერ ნაკლებია $6.5 არის ხო? ესენიც უნდა გადათვალოთ და შესაბამისად ეს რაღაც კუთხით არაინსტიტუციურ მომხმარებელში, ანუ ჩვენერ მოკვდავებში უფუჭებს ასე ვთქვათ links ახალს, თუმცა ინსტიტუციურ მომხმარებლებმა და კომპანიებმა იციან, რომ links როგორც ასე ვთქვათ რეალური აქტივებიდან ან ინფორმაციებიდან სწრაფად ინფორმაციის გადატანაში პრინციპში ლინკი შეიძლება გამოიყენონ Pit Network-იც არის ლინკის კონკურენტი და ვნახოთ სუფრა თავისი ასე ვთქვათ ტესტნეტების შემდგომ როგორ გააკეთებს თავისი ეგრეთ წოდებული ორაკლის იმპლემენტირებას რომ რაც შეიძლება მარე და სწორი გასაშუალებული თანხები შემოიტანოს სხვადასხვა პროდუქტებს ამატებენ სხვადასხვა პროდუქტების ინფორმაციას ნელ-ნელა და ესეც შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ სუფრას. YouTube-ზე სხვადასხვა კომენტარები არ იყო, ეს კომენტარები იყო Facebook-იდან რაც შეხვდა. ხო
მოკლედ შევაჯამოთ გადაცემა და საგან გადაცემას შევაჯამებ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. ეხლა გამოჩნდება QR კოდი ან გადაცემის აღწერაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რეფერალური ლინკი, სადაც მარტივად დარეგისტრირებით, თუ არ იცით როგორ დარეგისტრირებთ, შეგიძლიათ YouTube-ზე ჩაწეროთ ესეთ სიტყვა, ესეთ წინადადება როგორ ვიყიდოთ Bitcoin-ი საქართველოში და ლადოს მიერ ახსნილი დეტალიური ინსტრუქცია შეგხვდებათ, ასევე მინიმუმ 5 ლარის ინვესტიცია შეგიძლიათ ნახორციელოთ ამ თემ პროექტში, არ არის აუცილებელი მთლიანი პროდუქტი, ანუ ერთი Bitcoin-ი იყიდოთ, თქვენ შეგიძლიათ Bitcoin-ის ფრაქცია სატოშები იყიდოთ Bitnet-ზე სულ რაღაც 5 ლარად და ამ მოგზაურობაში თუ გექნება თქვენ რაიმე შეკითხვა 24/7-ზე მუშაობს საპორტი, მიწერთ საპორტს და ნებისმიერ შეკითხვაზე მოკლედ გიპასუხებენ. გადაცემის პირველ ნაწილში მიმოუხილე ის სიახლეები რა სიახლეებიც არის ბაზარზე და ოდნავ დეტალურად განვიხილეთ დეცენტრალიზებული ფინანსების კუთხით რა ხდება, გვექნება თუ არა დეცენტრალიზებული ფინანსების ზაფხული, რა შეიძლება მოასწავლოს ეს, რამოდენიმე სცენარი განვიხილეთ 2021-ში რა ხდებოდა, 2022-ში რა ხდებოდა, როდის იმატებს TVL და TVL-ის მატება რამდენად პროპორციული შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვების მატებასთან, მოკლედ ეს დეტალების განვიხილეთ, ჩემი აზრით საინტერესო იყო. მეორე ნაწილში ხილეთ რა ხდება ფასის კუთხით ბაზარზე, ღრმა დეტალური განხილვა არ გქონდა, ბაზის ფორმატში როგორც ვიცი თუ არ ვცდები, გვექნება უფრო საინტერესო განხილვა და ამაზეც მოკლედ შემდგომ კვირაში იქნება სიახლეები და მესამე ნაწილში შევეცადე რომ კითხვებზე პასუხი გამეცა მეტნაკლებად, მოკლედ შაბათ-კვირა მოდის, აგვისტოა, უნდა დაისვენოთ, თუ ვინმეს დასვენება არ გინდა და სწავლა გინდათ Pixel აკადემიაში შეგიძლიათ გადახედოთ კურსებს და პრინციპში